მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, მორიგი განახლების ვიდეოთი. კარგი ხანია დაახლოებით ერთი კვირანახევარია ვიდეო არ ჩამიწერია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ განახლებები არ მოხდა. არაფერი, ძალიან ბევრი განახლება გაკეთდა სერვერზე. რის გამოც ეხა მომიწერს, რომ Discord-ი დავიხმარო, რადგან იქ მიწერია ყველა განახლება, რაც სერვერზე იხოდება თავიდან ბოლომდე. მოკლედ დავიწყოთ მარტივად და მარტივად ფლაშისაცემი რაცაა. ჯარიმების სისტემა დაემატა სერვერზე, დაბრუნდა ჯარიმების სისტემა. და ეს თქვენთვის ფლაშისაცემი რო არ იყოს უხეშად, ძალიან ლამაზი სერვი გვაქვს დამატებული, რასაც დაინახავთ ალბათ მარჯვენა კუთხეში ზემოთ. აგერ გავივლი ახლა სწრაფად. აი აქ ლამაზად დაეწერა. და ფლაშისაცემი არის და ესე ვთქვათ, თამაში ხელს არ გიხდის, რაც ჩატში იწერება რაღაცეები და არც გეფულდებათ რაღაც რაღაცეები. გადავიდეთ შემდეგ სისტემაზე. წინა ვიდეოებში განახეთ მარკეტის განახლება. ახლა განახეთ მე თქვენ ბანკომატის განახლებას. ბანკომატის ესე გაგვილამაზ და თახის გამოტანა შევიძლია თახედან. ანალოგიურად შეგიძლიათ თახის შეტანაც როგორც სახლის ანგარიშებზე ჩარიცხვა, ასევე ბიზნესის ანგარიშზე ჩარიცხვა, მე ხა ბიზნესი არ მაქვს და შემიძლია ასევე ტელეფონზე ჩავირიცხო. ანალოგიური ასეთი სისტემა გვაქვს დამატებული აწოკვე ბანკაზეც და სახზეც, რასაც განახებთ ყველაფერს არ მეზარება, გავივლით იმედია ბანკთან იქნება რამე სახლი, რომ აღარ მომიწიოს ბევრი სიარული. Так, აქ მოვიდეთ. ყოველდღიურში ვარ. აქ დავაჭერთ თავს და აქაც ესეთი ლამაზი ინტერფეისი გვაქვს, თახის გამოტანა, თახის შეტანა, თახის გადარიცხვა და ბიზნეს სეიფიდან გამოტანა. წავიდეთ ხა. ჩვენი მანქანა ყოველდღიურში დარჩა, ჩამოვაგდოთ. აი აქაა სახლი, დაიცა სანამ მანქანას ჩამოვაგდეთ, გამიკვირდა მე სახლი რატო არა ვიცოდი, რომ სახლი იყო და მომეს ყოველდღიურში ვიყავ. მოვათ აქ და ესეთ ლამაზი გამოსახულება აქ სახლის აიც, ღირებულებას, მდებარეობას, გლობელს, სტატუსს, გარაჟს და მაცხოვრებლებს. ნაუქმებას ავაჭიროთ, გავიგეთ სახლის შეჭრა. კიდე რა დაგვემატა კომანდები, დამხმარე კომანდები, change mansioni, change car-ი, კიდე ახლა დამტირდება დავიხმარო აუცილებლად change car-ი, change house-ი და change mansioni. ასევე სახლის სისტემასაც ბაგი რო ქონდა, ანუ სახლის გაყიდვის სისტემასაც ეგეც გასწორდა. dalში რა შემიძლია თქვა, აგერ დავიხმარებ Discord უეჭველი. airdrops ბოლოს განახებს და დაგვემატა airdrop-ი და airdrops ბოლოს განახებს, გაკეთე სერვერზე უნდა გამიშვა ეხლა და ასე შემდეგ. ეს განახლება განახეთ. ასევე ხო, რაც ყველაზე მთავარია. დაგვემატა გარბენი, ანუ დახრილი ხაზი ქარს დაბრუნდა, როგორც ვიცით, და ასევე აქ დაგვემატა გარბენები. მაგალითად, 100 კმ/სთ-ზე რო ავვა თქვენი გარბენი, თქვენი მანქანა ივლის ნელა, ძალიან ნელა ივლის. გაუჭირდება სიარული, მანქანა გამომდინარე, მობრძანდებით აქ რეპარირებში და აკეთებს ამას, მანქანის ასერვისება არის, რაღაც განახევრება არის, ასე ვთქვათ, და გარბენის განულება მთლიანად არის აქ. განულებს გარბენს და всё. dalში. კიდე რა განახლება გვაქვს? მოდი დავიხმარებ Discord. ხო, ფიშკების გადაცვლის რაოდენობა განულდა, ასე ვთქვათ. პლუს საკომისიო გაიზარდა. დაგვემატა ესეთი აბრები, აი ესეთი ლამაზი აბრები დაგვემატა. იმაში, რა ქვია, ავეჯის მაღაზიაში. კიდე რა. ხო, ნუ ჯარიმა და ბოლოს airdrop-ით დაემატა 2-3 დღეა უკვე ხოძი არის.
ეხლა გავუშვებ მე airdrops. არავინ არ იცის, იციან ბიჭებმა რომ უნდა გავუშვო, მაგრამ არავინ არ იცის ეხლა რომ უნდა გავუშვო. აჰა, წავიდა. დახრილი ხაზი airdrops დავწერეთ. რომ მოგვენიშნოს map-ზე admin login-ში ხარ რომ მეუნება და ვერაიულიო. მე ხა მე ვეცავიღებ და ზოგადად admin-ებიც ვერ იღებენ. რომ რამე, აქვე ახლოს არის. რანდომულ ადგილებში არის, არ არის სიტყვაზე სადღაც მარტო ერთ ადგილებში. აჰა, აქაც რომ მოხვიდე დააჭირო აქ, თქვენ ხართ ადმინისტრატორი, ვერ აიღებთ airdrops. მარტივად admin-ებმა ესე ტელეპორტი შემიძლია ტელეპორტი თუ არა მოვიდნენ. admin-ი ხარ ვერ აიღებ. ამას როგორ ვაგდებ? ეხა მოვა ვიღაცა აიღებს ამ airdrops. რანდომულად ამოდის მეგობრებო, ghetto skin pack-ი, mafia skin pack-ი, launcher skin pack-ი, G-coin-ები, ფული და кейსები თუ არ ვხდები რა. ვაგო არის მიდის თუ რა. ხო და кейსები რანდომულად რა. შემოგთავაზეთ დიდი ხონა, I don't falcon-ი მაიღო airdrop-ი. შემოგთავაზეთ ხონა, იდეები, ყველაფერს გავაკეთეთ. Mobile launcher-საც ვიცი რომ ბევრი ითხოვს და mobile launcher-ს მალე გამოვა კლიენტზე დამთავრდება თუ არა მუშაობა. ეგრევე დაიწყება mobile launcher-ზე აქტიური მუშაობა. კლიენტი ახლა launcher-ის კლიენტზე ვიზახით და მანდაც ძალიან მაგარი სიახლეები გამოდის. არ მინდა ახლა კონკრეტულად რაღაც რაღაცეები დაგასპოილეროთ, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცეები გამოდის მოკლედ რა რომ გითხრათ. შემოგთავაზეთ იდეები, გავაკეთებთ ყველაფერს, რა იდეას დაგვევასება პლუს საუკეთესო იდეის ფლობელს ან ისეთ იდეის ფლობელს რომლის იდეას სერვერზე განხორციელდება განახლების სახით, დავასაჩუქებთ G-coin-ებით და მოკლედ თქვენს გაგისწორდებათ ეს ყველაფერი, ჩვენს გაგისწორდება და ასე შემდეგ. ასევე მალე შეიცვლება ეს map-ი, მადარების ხარ შემდეგ განახლებებში ეს უწევს. და მოკლედ ხოლმე იყავით რა დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ იდეები, რა განახლება გაგისწორდებათ რომ მოხდოთ სერვერზე.